In my view, roadmap is what I would call revolutionary strategy. ვფიქრობ, ეს საგზაო რუკა რევოლუციური გეგმაა, რათა გავამყაროთ ევროპის სტრატეგიული არქიტექტურა და ევროპის თავდაცვითი მზაობა. ეს პრაქტიკულად ევროპული თავდაცვითი გუმბათის მშენებლობაა, მშვიდობისთვის. თუ გსურს მშვიდობა, მოემზადოთ თავდაცვისა და შეკავებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ვიმოქმედოთ კოორდინირებულად, მკაფიოდ და სწრაფად. გეგმის თანახმად ევროპელები 6.8 ტრილიონი ევროს ინვესტირებას გეგმავენ თავდაცვაში. გსურს თავდაცვით მზაობას 2030 წლამდე მივახციოთ. რატომ? პუტინის გეგმების გამო. ჩვენ უნდა შევაკავოთ აგრესია თავიდან ავირიდოთ ომი, შევინარჩუნოთ მშვიდობა. სწორედ ამას ეხება ეს გეგმა. ახლა ჩვენ ვართ მიზნების 15%-ზე. შესაძლებლობების განხილვიდან უკვე მიწოდების დონეზე უნდა გადავინაცვლოთ. ეს გულისხმობს კონტრაქტებს, წარმოებას, მოდერნიზებას, შესყიდვებს. ეს მეგა გეგმაა, რომელიც დაგვეხმარება მობილიზებაში. თავდაცვის ნაწილში ევროპა უნდა იყოს თვითკმარი. ეს კი ნიშნავს დამოუკიდებლობას, წარმოების, მოდერნიზებისა თუ ფინანსირების კუთხით. ეს პანევროპული თავდაცვითი გეგმაა. ამჯერად ჩვენ ვიქნებით უფრო ეფექტურები. უკრაინა მზადაა დაგვეხმაროს მისი გამოცდილებით. ჩვენ ევროპის თავდაცვის გუმბათს ერთად ვაშენებთ. თავდაცვის მზაობის საგზაო რუკა ემსახურება მშვიდობის შენარჩუნებას. მომდევნო 6 წლის განმავლობაში ევროპის თავდაცვის უნარიანობა ხელშესახებად უნდა გაწლიარდეს. რუსეთს არ აქვს შესაძლებლობა შეტევა მიიტანოს ევროკავშირზე დღეს, მაგრამ მას შეუძლია მოემზადოს ამისთვის მომდევნო წლებში. საფრთხე არსად გაქრება უკრაინაში ომის დასრულების შემთხვევაშიც კი. დრონები უკვე განსაზღვრავენ ომის მიმდინარეობას, დრონების საწინააღმდეგო სისტემებზე მუშაობს და ეს ნატოსთან თანამშრომლობით ხდება. ყველა წევრმა უნდა ჩადოს ინვესტიცია დრონების საწინააღმდეგო ინფრასტრუქტურაში. ეს უკვე აღარაა სურვილზე დამოკიდებული. ეს საჭიროებაა. 2027 წლისთვის ეს პროექტი ოპერაციული უნდა იყოს. რაც შეეხება აღმოსავლეთ ევროპის დარაჯის პროექტს, მასში ყველა საჭირო ფაქტორი იქნება გათვალისწინებული. სახმელეთო, საზღვაო, სასაზღვრო თუ საჰაერო თავდაცვის ხაზით განსაკუთრებით კი ფოკუსი კეთდება დრონებზე. ვიმსჯელეთ ასევე ერთობლივ შესყიდვებზე, რომელიც ამჟამად დაბალია ამ მხრივ ამბიციას ვსდით და უნდა გავზარდოთ აქტივობაც. უკრაინა ჯერ კიდევ ევროპის დაცვის პირველი ხაზია და სწორედ ამიტომაა ის ჩვენი საგზაო რუკის ნაწილი. მათთვის უსაფრთხოების გარანტიების მიწოდება ნიშნავს უფრო ძლიერ უკრაინის თავდაცვასა და ჯარს. ამ მხრივ ვაგრძელებთ მუშაობას დრონების ალიანსის ფარგლებში. ფრონტის ხაზზე მათი გამოცდილება და ინოვაციები უნდა გამოვიყენოთ ჩვენსავე სასარგებლოდ.